მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის დაპირებული პოდკასტი ფინანსების შესახებ, ფინანსური ენერგიის შესახებ. ბევრს აინტერესებს ეს თემა, ბევრისთვის საინტერესოა ის, რატომ აქვს ზოგს ფინანსები, ვინც დაუშვათ ნაკლებს შრომობს და ვინც, ასე ვთქვათ, წელებზე ფეხს ითგავს და ბევრს შრომობს, დღე და ღამე ასწორებს, მათ არ აქვთ ეს ფინანსები ან ასე მალე. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ იცით, ფინანსური ენერგია ზოგადად ეს არის ძალიან პრეტენზიული ენერგია. არ უყვარს პირველ რიგში მოწუწუნე ხალხი, ადამიანები, ვინც წუწუნებენ ამ თემასთან დაკავშირებით. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ არიან ადამიანები, ვინც სულ წუწუნებენ, თუმცა ვინც წუწუნებს, იმათ უფრო მეტი აქვთ. დიახ, ამაზე ცალკე პოდკასტს ჩავწერ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზოგადი ინფორმაციით, ორი სიტყვით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ადამიანები თვითონ გონებრივად არ უშვებენ იმ შესაძლებლობას, რომ მათ არ აქვთ ფული. და ეს კიდევ უფრო ცალკე თემა არის, ვრცელი თემა არის და ამას მოგვიანებით ჩავწერ ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად. ზოგადად ფულს არ უყვარს მოწუწუნე ადამიანები. წუწუნი, რომელიც გაზარალებს თქვენ. წუწუნი, როდესაც ადამიანი თავის თავს შესტირის, რომ მას არ აქვს ფინანსები, რატომ ემართება მას მაინც და მაინც ის, რაც ემართება, პრობლემები. მე გირჩიეთ, რომ სიტყვა პრობლემა არ გამოიყენოთ, ამოიღეთ ლექსიკონიდან სიტყვა პრობლემა და ჩაანაცვლეთ ეს სიტყვა გამოწვევით. გამოწვევა, რომელიც უნდა გადალახოთ, რადგან მიიღოთ შედეგი, კონკრეტული შედეგი. სამყარო შეიძლება გამოწვევას გიგზავნიდეთ იმისთვის, რომ იყოთ ძლიერები, იმისთვის, რომ დაინახოთ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები რამდენად მართლები, რამდენად თქვენს მიმართ არიან კეთილგანწყობილები, რამდენად